კლასიკური საბერძნეთი სამი ნაწილისგან შედგებოდა. ეს იყო მატერიკული, ანუ ევროპაში რო არის ბალკანეთის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთი, ეს არის კუნძულოვანი საბერძნეთი და ეს არის მცირე აზიული საბერძნეთი, ანუ მოგვიანებით მერე იონიას და ეოლიას ეძახიან. აი ამ დროს ეგვიპტეში და ასურეთში და ემაში თავარი თემატიკა მეფეების, ფარაონების, იმპერატორების არის ომი, დაქცევა, ტყვეები, გათოკვა, თავების მოჭრა და ასე. აქ არის სრული იდილია, სამოთხეა. ერთობიან, თამაშობენ, ღვინოს სვამენ. ეს 200 წელი გაგრძელდა, დაახლოებით 1700 წელს ძველი წელთაღრიცხვით დასრულდა კატასტროფით. როგორ ჩანს იყო მიწისძვრები, ერთი კი არა. სერია იყო მიწისძვრების. ვინ არის მინოსი? ახლა ეს ვიცით ბერძნული მითოლოგიიდან, მეფე არის კუნძულ კრეტასზე და მისი დედმამა ვინ არის? ვიცით მინოსი, ზევსი და ევროპა. მივედით ევროპასთან უკვე. აქედან მოდის ჩვენი კონტინენტის სახელი ევროპა. ანუ მინოსი არის ღვთაებრივი წარმოშობის. მამა ყავს ზევსი, ცოლი ყავს პასიფაე. ეს პასიფაე ვინა? კოლხეთის მეფის აიეტის და. მინოსის ცოლის ძმა არის აიეტი, კოლხთა მეფე. ახლა ბერძნების სამშობლო სად არის? წინარე სამშობლო, საიდან წამოვიდნენ ბერძნები? ხო? ზოგი თვლის, რომ ეს არის დუნაის გადაღმა. ყველაზე მთავარი საკითხი, რითაც გამოირჩა ბერძნული ცივილიზაცია და აჯობა სხვა ცივილიზაციებს, ესა ქალაქები. ორად ორი სვეტი არის დემოკრატიის, ეს არის არჩევითობა და მოკლებადიანობა. სხვა ცივილიზაციებს ეს არ ახასიათებს. საერთაშორისო სამართალი აი ამ ბერძნების საფუძველზე აღმოჩენილია. ანუ ეს არის ბალავარი დღევანდელი საკაცობრიო ცივილიზაციის. მათ ყავთ 12 ოლიმპოელი ღმერთი, 6 ღმერთი და 6 ქალღმერთი. საინტერესოა. ამ დროს ჩდება უკვე ოლიმპიადა. 776 წელს ძველი წელთაღრიცხვით თუ არ ვცდები, ტარდება პირველი ოლიმპიადა. ამ პერიოდში ჩატარდა 292 ჯერ. 393 წელს იმპერატორმა თეოდოსიმ გააუქმა უკვე ქრისტიანმა მეფემ. მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ დროების YouTube არხს და გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბას სანიკიძე. ჩვენს წინა გადაცემაში დაწვრილებით ვისაუბრეთ ძველი ირანის ფორმირებაზე და მივადექით ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს კაცობრიობის ისტორიის განვითარებისა, რაც უკავშირდება უკვე დასავლეთში, აღმოსავლეთში პირველი გლობალური იმპერიის ფორმირების პარალელურად დასავლეთში ძველი საბერძნეთის ჩამოყალიბებას. ამ მხრივ დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გველის, სანამ გუბას მივცემ საშუალებას დაიწყოს საუბარი ამ თემაზე, უაღრესად საინტერესო მოგზაურობაში გაგვიყოლოს, მანამდე ყველას კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, გამოიწეროთ დროების YouTube არხი, მოიწონოთ, გადააზიაროთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ქართულ ენოვან მსმენელს გქონდეს შესაძლებლობა ეზიაროს ამ ცოდნას. მაშასე, ძველი საბერძნეთი. გუბას გისმენთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, თანადგომისთვის, შექებისთვის, ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია და გვაძლევს იმის მოკრძალებულ ვარაუდს, რომ ალბათ მე მგონია სწორ გზაზე ვდგავართ. ვთვლი, რომ ძალიან საჭირო არის ვიცოდეთ ცივილიზაციის ისტორია, საიდან მოდის, ფესვები სად არის, ხო? და დღემდე მოსული როგორი სახით მოვიდა, როგორ ამოიზარდა ცივილიზაცია, საერთოდ კაცობრიული ცივილიზაცია. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ახალ ციკლს, რასაც ქვია ცივილიზაციური დაპირისპირება, გლობალური ცივილიზაციური დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. შეგვიძლია დავარქვათ ევროპასა და აზიას შორის. სხვადასხვა სახელით შეგვიძლია მოიხსენიოთ, მაგრამ ფაქტი ერთია, შინაარსი ერთია, ეს იყო გლობალური დაპირისპირება, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჯერ ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში
და მე რახან ევროპული ცივილიზაცია საუკუნეების განმავლობაში დომინირებული ცივილიზაცია იყო მსოფლიოში, აქედან მომდინარე მთელ მსოფლიოზე იმოქმედა. პირველი ნაწილი ჩვენ გავიარეთ, ორი მოგზაურობა გქონდა, ძველი ირანი, ანუ აქემენიდური სპარსეთი და დაახლოებითი წარმოდგენა გვაქვს უკვე ამ დაპირისპირების დროს, როგორი სახით ხდება სპარსეთი. სპარსეთი ხდება ძლიერი, ერთიანი, მონოლითური, დიდარი და აგრესიული. იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ, რომ დარიოს პირველი დიდი მეფე, დარიოს დიდი მართავს ირანს. ახლა მეორე მხარე განვიხილოთ, როგორ ხდება მეორე მხარე ამ კონფლიქტს. ეს არის ძველი საბერძნეთი. ეს იმდენად დიდი თემა არის, გიორგი, რომ არ ვიცი, ახლა 10 და 20 და 30 და 50 ლექცია შეიძლება არ ეყოს, იმიტომ რომ ესა გრანდიოზული ეპოქა, გრანდიოზული ნაწილი ცივილიზაციის, რასაც ქვია ძველი საბერძნეთი. მაგრამ შევეცდებით, რომ ისე ვისაუბროთ, რომ გასაგები იყოს ჩვენი მაყურებლისთვის და თხრობის სახე მივცეთ ამას. ამავე დროს უთხრათ მაყურებელს, რომ ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს ამ ეპოქის ცალკეული გმირებისადმი, ცალკეული მოვლენებისადმი მობრუნება ჩვენს ლექციათა. ეს გრანდიოზული თემატიკაა ეს, რა ვიცი, ახლა რამოდენიმე საუკუნე სპარსელების და ბერძნების დაპირისპირება ზოგი თვლის მარტო ბერძენ-სპარსელთა ომებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ უფრო გლობალური ხასიათია და იგივე ალექსანდრის ლაშქრობა აზიაში, იგივე დიადოხების ეპოქა, ელინისტური სამყარო, ეს ყველაფერი ერთია. ეს არის დაპირისპირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც მე თანამშრომლობაში და თანაცხოვრებაში გადაიზარდა. ძალიან საინტერესო თემატიკაა, ამიტომ დავიწყოთ. თავარია პირველი ნაბიჯი გადავდგათ ახლა. რაც შეეხება საბერძნეთს. დავიწყოთ მისი გეოგრაფიით ახლა. კლასიკური საბერძნეთი შედგება სამი ნაწილისგან შედგებოდა. ეს იყო მატერიკული, ანუ ევროპაში რო არის, ბალკანეთის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთი. ეს არის კუნძულოვანი საბერძნეთი, კუნძულების საბერძნეთი და ეს არის მცირე აზიული საბერძნეთი, ანუ მოგვიანებით მე იონიას და ეოლიას ეძახიან ამ ნაწილს. რა თქმა უნდა, ბირთვი ამ ცივილიზაციის არის მატერიკული საბერძნეთი, რომელიც კლასიკურად სამ ნაწილად იყოფა თავის მხრივ, ესაა ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთ საბერძნეთი, მაგრამ დავიწყოთ ფესვებით. ხო? რა წიაღისეული არის ახლა აქ, როგორი გეოგრაფია აქვს, როგორი კლიმატი აქვს. კლიმატი საკმაოდ მშრალია დღეს საბერძნეთი, ახლა ვიცით, მაგრამ იმ პერიოდში როგორ ჩანს უფრო ზომიერი იყო, უფრო ცივი იყო, უფრო წვიმიანი იყო, ხო? იმიტომ ფიქსირდება მაშინდელ წყაროებში. ახლა ეს რატო არის საინტერესო ეს ეპოქა, იმიტომ ბევრი რამე ვიცით, განსხვავებით ახლა წინა გავლილი ლექციებიდან, სადაც ბევრი ვარაუდებია, ბევრი ერთმანეთის გამომრიცხავი ვერსიებია, რაც გავიარეთ, ხო? ახლა საბერძნეთს ყველაფერი ვიცით, ახლა ბერძნები ამითი გამოირჩევიან, საერთოდ ძველი ისტორია, რომელიც ჩვენ ბერძნებს უნდა დაუფასოთ რა, იმიტომ რომ იგივე კიროს დიდი სპარსელებს მე აღარ ახსოვდა. ბერძნებიდან ვიცით ჩვენ კიროს დიდი. ბევრი რამე ბერძნებისგან ვიცით, ხო? საკმაოდ ზომიერი კლიმატი ქონდა, ეს იყო ყურეების, სრუტეების, კუნძულების ქვეყანა. იყო გადაკვეთილი მთებით, თაგრეხილებით, არც თუ ისე მაღალი, მაგრამ ქედები იყო, რომელიც გარკვეულწილად აყალიბებდა აი ნაწილ პატარა რეგიონებს, თქვათ, რაღაც ხეობებს, რაღაცა ველებს, რაღაცა რეგიონებს, რომელმაც მე ძალიან დიდი როლი ითამაშა და გადამწყვეტი თვითონ ბერძნების ჩამოყალიბებაში. ცნობილია, რომ ძველი ბერძნები არასოდეს არ იყვნენ ერთ სახელმწიფოში გაერთიანებული, თუ არ ჩავთვლით ახლა ირიბად, მე როცა ფილიპე მაკედონელმა გააერთიანა, ხო? იარაღის ძალით, ნაწილობრივ, ხო? ამიტომ ეს დიფერენცირება ბერძნული ცივილიზაციის გეოგრაფიითაც განისაზღვრება. ჩვენ ძალიან გავს ამ შემთხვევაში საქართველოს რა, ჩვენ ხევების ქვეყანა ვართ, ხო, შესასვლელების, გამოსასვლელების, ხო, მთების, ველების, მდინარეების, საზღვრების და ასე შემდეგ. გავართ ამას ჩვენ ბერძნებს. უბრალოდ
ბერძნებს ჰქონდათ კიდევ ერთი სხვა რამ, ეს არის ზღვასთან ურთიერთობა. ჩვენ კუნძულოვანი ქვეყანა არ ყოფილვართ, აქ კი ზღვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და იმთავითვე ზღვაოსნები იყვნენ ბერძნები, იმიტომ რომ როცა გემით გახვიდოდი ზღვაში, ხმელეთს არ კარგავთ. მხედველობით ერთი კუნძული და მეორეს ხედავთ. ბრისის შესაძლებლობა ჩვენს წინაპრებს ნაკლებად ჰქონდათ. მithumetes იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სანაპირო ზოლი უმეტესად დაჭაობებული ტერიტორია იყო, სადაც ჩვენი წინაპრებისთვის ზღვა მაინც მტრული სტიქია იყო. ზღვართან ასოცირდებოდა რაღაც. ამიტომ რაღაცით გავართ საბერძნეთს, მაგრამ რაღაცით არ გავართ, ხო, ახლა. მეურნეობა როგორი ქონდათ ახლა? მეურნეობა იყო ორი კულტურა იყო მთავარი. ეს არის ზეთისხილი და ეს არის ვენახი, ვაზი. საერთოდ ძველი ბერძნები თვლიდნენ კაცობრიობას ყოფდნენ ორ ნაწილად: ცივილიზებული ერები და ბარბაროსები. ბერძნების ფორმულა იყო ვინ არის ცივილიზებული ხალხი. ისინი თვლიდნენ, რომ ცივილიზებულია ის ხალხი, რომელსაც მოყავს ზეთისხილი და რომელსაც მოყავს ვაზი, ვენახი. ეს იყო განსაზღვრება ბერძნებისთვის. და მართლაც რო აიღოთ ძველი ცივილიზაცია, რო აიღოთ აი შუამდინარეთი, ეგვიპტე, სირია, მცირე აზიის ნაწილი, თქვათ ხეთების რო აიღოთ ყველას ეს კულტურები აქვს. ზეთისხილი და ვაზი. ვაზი და ზეთისხილი. ვისაც ვაზი და ზეთისხილი არ აქვს, ბერძნები უაპელაციოდ თვლიდნენ, რომ ისინი ბარბაროსები არიან. ანუ ჩამორჩენილები, ცივილიზაციას ვერ ქმნიან. კულტურა კი აქვთ, მაგრამ ცივილიზაციის უნარი არ აქვთ. რაღაცაში მე რომ გითხოთ, ეს მართლაც. ხო? შეეხება წიაღისეულს, საკმაოდ ღარიბი იყო წიაღისეულით. ახლა ბრინჯაოს ეპოქაში ისინი ბრინჯაო ვიცით ხო, სპილენძის და კალის შენადნობი არის. არც სპილენძი, არც კალა არ იშოვებოდა კონტინენტურ საბერძნეთზე. სპილენძი მოქონდათ კვიპროსიდან, სხვათა შორის კვიპროსი ერთ-ერთი ვარიანტით მიმართულებით ითვლება, რომ სპილენძს ნიშნავს. კუპრუმ მაგალითად მე ლათინები ეძახოდნენ, ხო? ანუ სპილენძს ეძახოდნენ კვიპროსის ლითონი. კალა როგორც ჩანს მოქონდათ მცირე აზიიდან. მაგრამ რაც ჰქონდათ ბევრი, ეს იყო ქვა, თიხა და მარმარილო. ხე-ტყე ნაკლები ჰქონდათ. ახლა თიხა რო ავიღოთ, თუ მეთუნეობის ისტორიას ავიღებთ, ხო? მეთუნეობის არ ვიცი, ახლა მთავარი ქვეყანა არის საბერძნეთი. ყოველთვის მისი ექსპორტი, ბერძნების მთავარი ექსპორტი ერთ-ერთი იყო მეთუნეობა. უმაღლეს დონეზე აიყვანეს, უძველესი დროიდან აიყვანეს მეთუნეობა და ამიტომ ბერძნული ამფორები, ბერძნული ჭურჭელი თქვენ შეიძლება პორტუგალიიდან ლამის ჩინეთის ჩათვლით აღმოაჩინოთ. საექსპორტო იყო, ვალუტაც იყო სხვათა შორის ბერძნული მეთუნეობა, ხო? ქვა, სამშენებლო ქვა, გრანიტი იყო ბევრი და რაც თავარია, ბევრი იყო მარმარილო. მაგალითად, დიდარი ბერძნისთვის მარმარილოს იატაკი უფრო იაფი იყო, ვიდრე ხის იატაკი. ასე ითვლებოდა. ამიტომ აი ზუსტად ეს სამი წიაღისეული ხელს უწყობდა შრომას, ხელოვნებას, ხელოვნებით გატაცებას, თქვათ, ირაციონალურ აზროვნებას, მშენებლობას და ასე შემდეგ. ხო? ახლა უძველესი პლასტი ამ ბერძნული ცივილიზაციას ეძახიან კრეტა მიკენის კულტურას, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, ჯერ კრეტა, კუნძული კრეტა და მერე მიკენის. ახლა რატო ქვია ამას, მერე გავივლით ახლა ჩვენ. კრეტა არის კუნძული საბერძნეთის ეგეოსის ზღვის სამხრეთში არის და ყველაზე ახლო კუნძულია თუ არ ჩავთვლით ახლა კვიპროსი, რომელიც კოლონიზირებული ყავდათ ფინიკიელებს იმთავითვე, ბერძნების კონკურენტები იყვნენ, ამაზეც ვისაუბრებ ჩვენ. კრეტა იყო ყველაზე ახლოს ეგვიპტესთან და აზიასთან. აზიის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.
ამიტომ ბუნებრივია, რომ ურთიერთობები ქონდა, საზღვაო რა თქმა უნდა. ძველი წელთაღრიცხვის 2700 წლისთვის დაახლოებით, ახლა აქ თარიღების დადგენა ურთულესია, ამიტომ მეცნიერების საუკუნეებს ვიყენებთ, ხო, დაახლოებით 2700 წლის 2700 წელს ძველი წელთაღრიცხვით, ანუ აქეთ 4000 მივამატოთ 2000-2700-ს და გამოდის 4700 წლის წინ დაახლოებით ძველ ეგვიპტურ წყაროებში ჩნდება კუნძული კიფტა, ასე ეძახიან კრეტას. სადაც არის აღებ-მიცემობა, საზღვაო კავშირი, მოაქვთ კერამიკა, აქედან მიაქვთ ხორბალი ეგვიპტიდან, ხო? ამას ეძახიან აი მთელი ეს მოცულობა, რასაც ქვია კრეტა მიკენის კულტურა, ეს 2700 წლიდან ძველი წელთაღრიცხვით და 1400 წლამდე ძველი წელთაღრიცხვით გრძელდება, ანუ დაახლოებით 13 საუკუნე, საკმაოდ დიდი ეპოქა იყო. ახლა საიდან ვიცით კრეტა მიკენის კულტურა, მეორნაირად მინოსის კულტურასაც უძახიან, ამაზეც ვისაუბრებთ ახლა რა. საიდან ვიცით, ეს არის დამსახურება ჰენრიხ შლიმანის და არტურ ევანსის. ახლა შლიმანი ვიცით რო აღმოაჩინა. ხო? საკმაოდ უხეშად გათხარა, იმიტომ რომ არ იყო პროფესიონალი არქეოლოგი და აი ძველი შრეების პოვნაში ზედა შრეები გააფუჭა შლიმანმა, ბევრი ამას აყვედურად უთვლის, მაგრამ ნუ ფაქტი არის, რომ შლიმანმა ტროა აღმოაჩინა. აქამდე ჰომეროსის პოემები ითვლებოდა ლეგენდებად, მაგრამ შლიმანმა დაადასტურა, რომ ტროა არსებობდა, ხო? შეეხება კრეტის ცივილიზაციის აღმოჩენა, ეს გააკეთა ბრიტანელმა მეცნიერმა არტურ ევანსმა, ის უკვე პროფესიონალი იყო, შლიმანმა მე-19 საუკუნეში, ევანსმა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ევანსმა აღმოაჩინა კუნძულ კრეტაზე რაღაც სასახლეების ნანგრევები რა. ამიტომ აქედან მოდის უკვე კრეტა, ევანსი არის მამა კრეტა მიკენის კულტურის, თქვათ, აღორძინების და აღმოჩენის, ხო? ახლა იყოფა ორ ნაწილად ეს. ახლა 1900 წლამდე დაახლოებით ესე იგი 1900 წლისთვის ძველი წელთაღრიცხვით მანამდე რაც არის ცოტა გაუგებარია, მოსახლეობაც უცნობია. რაღაცა მშენებლობები არის, რაღაცები არის, მაგრამ ბევრი რამე გაურკვეველი, მაგალითად ვერ ადასტურებენ ისტორიკოსები რა ხალხი, რომელი ენის მატარებელი ხალხი ცხოვრობს. ზოგი ამბობს, რომ ესენი პელაზგების წინაპრები არიან და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაცა დიდი შენობები და ქალაქური დასახლებები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში 1900 წლისთვის ძველი წელთაღრიცხვით იღებს საბოლოო სახეს და ჩვენ 200 წელი გრძელდება, ამას ეძახიან ძველი სასახლეების ეპოქა. 1900 წლიდან 1700 წლამდე. ამას ეძახიან ძველი სასახლეების ეპოქა. საინტერესოა, რომ დამწერლობაც აღმოჩნდა. დღემდე ამოუცნობი არის, ამას ეძახიან ეგრეთ წოდებული ხაზოვან დამწერლობას ნომერი A. იმიტომ რომ მე ვისაუბრებთ ხაზოვან დამწერლობა ნომერი B. ახლა არც მეფეების სახელები ვიცით, არაფერი არ ვიცით ამათ შესახებ, მაგრამ ვიცით, რომ დიდი ანსამბლები არის აშენებული, ზოგი თვლის, რომ ეს ტაძრებია, ზოგი თვლის, რომ ეს სამეფო რეზიდენციებია, სადაც ახლეული ცხოვრობენ. ფაქტი ერთი არის, რომ ამ ცივილიზაციას მართავენ მეფეები, რომლებიც ამავე დროს ქურუმები არიან. საინტერესო ის არის, რომ ძალიან წინ არის წამოწეული ქალების როლი ახლა. ჩანს ბარელიეფები არის, არაჩვეულებრივი ბარელიეფები არის. სადაც ჩანს, რომ ქალების გამოსახულება არის და წარმოუდგენლად დიდი მოცულობის ქალები ხატი ახლა. ძველ სამყაროში სიდიდე განსაზღვრავდა სოციალურ მდგომარეობას. ეგვიპტეში ფარაონებს რო გამოსახავდნენ, მაგალითად, ხო, მათ ცოლებს აი ლამის წვივის სიმაღლეზე ხატავდნენ. ეს ნიშნავდა, რომ ფარაონი უფრო მეტია ვიდრე დედოფალი, ხო, მაგრამ აქ ქალები დიდები არიან. და როგორ ჩანს, საკულტო საქმეებშიც მონაწილეობენ ქალები. თუმცა პატრიარქალური საზოგადოება. ნუ ვერ იტყვი.
ვერ იტყვი ასე რომ კლასიკური გაგებით როგორც ჩვენ გვესმის ახლა რომ ეს პატრიარქალური საზოგადოება რაც არის სადაც მამაკაცი დომინირებს არ ეტყობა ეს თუმცა თავისი ხატრობის ფრესკების ბარელიეფების ერთი შეხედვით შეგვიძლია თქვა რომ ეს მაინც ახლოამოსავლური გავლენები აქვს ეგვიპტური გავლენებიც აქვს უფრო თავისუფალია ეს ყველაფერი მაგრამ მაინც უფრო ახლო აღმოსავლეთზეა მობმული რატომ იმიტომ რომ ახლა ევროპაში ჯერ ცივილიზაცია არ არის არ ჩანს და ბუნებრივია ცივილიზაციური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთიდან სამხრეთიდან ეგვიპტიდან მოდიოდა რა თქმა უნდა მათ აქვთ გავლენები კონტინენტურ საბერძნეთს და ასევე არის სავარაუდოდ რომ მცირე აზიაშიც კერძოდ ლიკიაზე აქვთ გავლენა თქვათ საბერძნეთის ტერიტორიაზე როგორ ჩანს უკვე ცხოვრობენ ჩვენთვის მე მგონი კარგად ნაცნობი და ყურმიჩვეული ხალხი არის ახ ჩვენს პელაზგები არის ბევრი პელაზგების წარმომავლობა გაურკვეველი ახლა ბევრი თვლის რომ ეტრუსკების ნათესავები არიან ბევრი თვლის რომ მცირე აზიიდან არიან არის მოსაზრება რომ ქართველურ სამყაროსთანაც აქვთ მათ ურთიერთობა თუ გენეტიკური არა დინასტიური მაინც ხო რაღაც ურთიერთობები იყო პელაზგებთან აშკარად ფიქსირდება ქართული სამყაროს ხო მათზე აქვთ გავლენა კულტურული სავაჭრო ანუ კონტინენტზე გავრცელეს თავის მაგრამ საინტერესო რა არის ეს ახალი სასახლეების ეპოქა გამოირჩევა პაციფიზმით ვერსად იმ სასახლეებში სადაც ეს ბარელიეფებია ეს ფრესკებია ვერსად ვერ ნახავთ ან ნადირობის სცენებს ან ომის სცენებს მით უმეტეს არა ჩანს აი ამ დროს ეგვიპტეში და ასურეთში და ემაში თავარი თემატიკა მეფეების, ფარაონების, იმპერატორების არის ომი, დაქცევა, ტყვეები, გათოკვა, თავების მოჭრა და ასე. აქ არის სრული იდილია, სამოთხეა. ერთობიან, თამაშობენ, ღვინოს სვამენ, აკრობატიკა არის, ვარჯიშობენ. აი მაგალითად კორიდას ფესვები ახლა ესპანეთში ხო, ხართან თამაში. სასიკვდილო თამაში. აქაა გამოსახული. როცა ხარებს ახტებიან ახალგაზრდა ბიჭები, თქვათ, რაღაცა ტრიუკებს ატარებენ, ფიზიკური სიჯანსაღის ცივილიზაცია, აშკარად, ჩამოყალიბებული, ჩამოქნილი, როგორც ჩანს ძალიან უვლიან თავს და როგორც ჩანს ძალიან ვარჯიშობენ და სხეულს აქცევენ ყურადღებას რა. ნუ ეს 200 წელი გაგრძელდა, დაახლოებით 1700 წელს, ძველი წელთაღრიცხვით დაიღუპა ეს. ძველი სასახლეების ეგრეთ წოდებული ასე არქმევენ მეცნიერები, ახლა როცა არიციან თავის სახელი რაღაცით გამოვარჩევთ ხოლმე. ძველი სასახლეების ეპოქა, რომელიც დაახლოებით 200 წელი გაგრძელდა, დასრულდა კატასტროფით. როგორ ჩანს იყო მიწისძვრები, ერთი კი არა. სერია იყო მიწისძვრების. საერთოდ ეს ადგილი არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სეისმური, ეგეოსის ზღვის არქიპელაგი და კუნძულები. არაერთგზის ისტორიაზე იმოქმედა ამ სტიქიებმა, კერძოდ მიწისძვრება, დაიღუპა ეს ცივილიზაცია. აღარ არის, მაგრამ მალევე დაახლოებით ერთ თაობაში, დაახლოებით 50 წელიწადში იქნება უკვე ახალი სასახლეების ეპოქა. ანუ თავში ნახა, ანუ მივიწყებული არ იქნა ის ძველი კულტურული, თქვათ, ფესვები და დაახლოებით 50 წელიწადში ერთ თაობაში უკვე ამას ვეძახით ახალი სასახლეების თაობა ეს გრძელდება ესეც ასე დაახლოებით 200 წელი. აი აქ არის მინოსის თემა შემოდის ხო ახლა ზოგი თვლის რომ მინოსი უფრო გვიანდელია მაგალითად ხო ვინ არის მინოსები ამ ცივილიზაციას მინოსის კულტურასაც ეძახიან ხო დედაქალაქი იყო კნოსოსი ვინ არის მინოსი ახლა ეს ვიცით ბერძნული მითოლოგიიდან მეფე არის კუნძულ კრეტასზე ძალიან დიდი, ძალიან გავლენიანი
და მისი დედმამა ვინ არის? იცით, მინოსის ზევსი და ევროპა. მივედით ევროპასთან უკვე. ევროპა ვინ არის, ხო? ფინიკიელი მეფის ერთი ვარიანტით ბიბლოსის, მეორე სიდონის მეფის აგენორის ქალიშვილი. რომელიც ზევსმა მოიტაცა, ახლა ეს ვიცით, თეთრი ხარის სახე მიიღო, ძალიან ლამაზ ხარი იყო და მე მოიტაცა ეს ევროპა, ხო? აქედან მოდის ჩვენი კონტინენტის სახელი ევროპა. ანუ მინოსი არის ღვთაებრივი წარმოშობის. მამა ყავს ზევსი. ცოლი ყავს პასიფაე. პასიფაე, ასე და. ეს პასიფაე ვინა? კოლხეთის მეფის აიეტის და. აიეტი ვისი შვილია? მზის ღმერთის ჰელიოსის და პერსეიდას შვილია აიეტი. ახლა ბევრი ვარიაციებია იქ. სახელები იცვლება ხანდახან დედა არის, ხანდახან და არის. აი ბერძნულ მითოლოგიას ეს ჭირს, დაუზუსტებელი. თუმცა მე რომ მკითხოთ, ამან მისცა ხელოვნების განვითარებას, იმიტომ სხვადასხვა ყველა ქალაქში სხვადასხვა მითოსყვებია ღმერთებს, ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვათ ასე არის მიღებული, რომ აიეტი არის ჰელიოსის ძე. ანუ სიძე არის ზევსის ძე, მინოსი და მის ცოლის ძმა არის ღმერთის ჰელიოსის ბზის ღმერთის ძე. ანუ ჩვენ როცა ევროპელებაზე საუბრობთ, ყოველგვარი გადაჭარბების, გამოგონების, დაჩემების ზოგიერთი ხალხები არის ჩვენ მეზობელი ხალხები, სხვადასხვა მიმართულ რაღაცებს იჩემებენ, ხო, იგონებენ ტყუილებს, რაღაცებს იბრალებენ. აფერ დასაბრალებელი ჩვენ არა გვაქვს. ძველი ბერძნული მითოსი, რომელიც არის საფუძველი ევროპული ცივილიზაციის ბალავერი, ხო? იქ ჩვენსა რა ქვია, მინოსი, რომელიც საწყისია, ეს მინოსის კულტურა არის პირველი ევროპული ცივილიზაცია. მინოსის ცოლის ძმა არის აიეტი, კოლხთა მეფე. მეტი რა გინდა? ხო? არაფერი დასამატებელი, არაფერი გამოსაგონებელი ჩვენ არა გვაქვს ქართველებს. მე მეცაც გეტყვით რა, რამდენი ხანიც მეხსიერება აქვს კაცობრიობას. ეს მოითვლის 5-6 წლის იქეთ უკვე გაურკვეველია რა ხდება. იქეთ ისეთი ვარაუდებია, ყველაფერი შეიძლება ივარაუდო. 5-6 წლის ისტორია აქვს, აი ჩამოყალიბებული ცივილიზაცია, რასაც ქვია, ჩვენ წინაპრები არიან და არიან, ქართველები ვართ და ვართ. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხალხი ვართ და ჩვენ ვართ პლასტი, უძველესი პლასტი ევროპული ცივილიზაციის, იმიტომ რომ კრეტა მიკენის კულტურასთან ჩვენებს ჰქონდათ ურთიერთობა. მოყრობა ჰქონდათ ბოლოს და ბოლოს. ჩვენ ხო არ მოგვიგონია. ბერძნებია, ბერძნული მითოსი ამბობს ამას. მინოსის კულტურა, რომელიც აყვავებული კულტურა. თვითონ მინოსის მეფობა ცოტა მოგვიანებით უნდა იყოს. ერთად დორიელების გამოჩენამდე ამაზედაც ვისაუბრებ, ტროას ომამდე არის ეს არა. მაგრამ ნუ მინოსის მეფობის ხანა არ არის დადასტურებული, მაგრამ არქაულია. ყოველ შემთხვევაში ყველა ვარიანტში ტროას ომამდე არის. მაგრამ ესეც ეს ბრწყინვალე კულტურა, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ეგეოსის ზღვაზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე, დიდი ურთიერთობები ჰქონდა აზიასთან, მცირე აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან, ეგვიპტესთან. არ არის გამორიცხული, რომ კუნძულებთანაც, სიცილია, კორსიკა, სარდინია, რომ იმათთანაც ჰქონდათ რაღაც ურთიერთობა. ესეც დაიღუპა. კერძოდ 1450 წლისთვის ეს უფრო ზუსტი თარიღია რატომ მოხდა დიდი გრანდიოზული ამოფრქვევა ეგეოსის ზღვაში არის ასეთ კუნძული სანტორინი. ალბათ ბევრს გაუგია ეს. გრანდიოზული ვულკანის ამოფრქვევა მოხდა, ეს კუნძული განახევრდა თვითონ დღესაც. სანტორინი არის ნახევარმთვარის ფორმა აქვს ამ კუნძულს, სადაც შუაში არის უზარმაზარი წყლით სავსე, რა თქმა უნდა, ზღვაშია ეს.
როგორც ჩანს ამ ოფრქვევამ, გრანდიოზულმა ოფრქვევამ გლობალური კატაკლიზმები გამოიწვია და არა გამორიცხული ეს კნოსოსის ქალაქი კნოსოს წალეკა საერთოდ. ამაშილო ხანძრებიც მოყოლა და დაიღუპა ეს ცივილიზაცია. მინოსის ცივილიზაცია, კრეტის ცივილიზაცია. დაახლოებით ამ პერიოდისთვის უკვე ჩვენ თქვით, რომ კონტინენტურ საბერძნეთში ცხოვრობენ პელაზგები. ხო? ესენი არ არიან ინდოევროპელები. და თქვი, რომ მათი წარმომავლობა გაურკვეველია დღესაც. ბევრი დავამინდეს. ერთ-ერთი ვერსიით პროტოქართველებთან რაღაც ურთიერთობა უნდა გქონდეთ, არ არის გამორიცხული, მაგრამ ერთ-ერთი ვერსია არის, ხო? მაგრამ პირველი ბერძნები, უпростоრად პროტობერძნები, პროტო რას ნიშნავს? ჯერთხლად ბოლომდე არ ახარ, მაგრამ საფუძველი არ. ანუ პროტობერძენი ნიშნავს, რომ აი ის მასა არის, ის ხალხია, რომელზედაც მერე ბერძნები აღმოცენდნენ, ანუ საფუძველი რა, ხო? ბერძნების წინარე. იმას პრეს ეძახიან უფრო. მე-15 საუკუნეში, ძველი წელთან, ანუ 1450 წლისთვის ძალიან პირობით თარიღია, უკვე კონტინენტურ საბერძნეთში ჩნდებიან პირველი პროტობერძნები, აქეელები, ზოგი აქაველებს ეძახეს. ახლა ბერძნების სამშობლო სად არის? წინარე სამშობლო, საიდან წამოვიდნენ ბერძნები, ხო? ზოგი თვლის, რომ ეს არის დუნაის გადაღმა რეგიონი. ზოგი თვლის, რომ ეს არის დუნაის ქვედაწელი. არიან ზოგიერთი მეცნიერები, რომლებიც უფრო შორს მიდიან და თვლიან, რომ თანამედროვე კარპატებისა და დასავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან მოდიან ესენი. აი ჩვენ ხო წინა გადაცემაში ინდოევროპული ენების ოჯახებზე რო ლაპარაკობდით, ხო? რომ დაახლოებით 5000 წლის წინ რომ დაშლა დაიწყო, ხო? ერთ-ერთი ნაკადია ეს. პროტობერძნული ნაკადი ინდოევროპელების, რომელიც წინარე სამშობლოს გამოეყო და წამოვიდნენ დასავლეთისკენ, როგორც ჩანს. ან დუნაის გადაღმა დარჩნენ, ან ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩრდილოეთ ბალკანეთი, ანუ ან ბულგარეთია, რუმინეთია, ან უკრაინის ნაწილია, ასე ვთქვათ რა. ეს ძალიან პირობითია დღევანდელი სახელმწიფოები. ეს არ ნიშნავს, რომ ბულგარელები იყვნენ, არა. პროტობერძნები არიან აგრესიული ტომია, როგორც ჩანს და იკავებენ, იპყრობენ დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიას, გამოდიან ბოლომდე. აი, ხო თქვით, ჩრდილოეთ საბერძნეთი, შუა საბერძნეთი და სამხრეთ საბერძნეთი. სამხრეთ საბერძნეთს ეძახიან პელოპონესის ნახევარკუნძული. აი, ბოლომდე გამოდიან. და იკავებენ აი ამ მემკვიდრეობას, რაც თავის დროზე ქონდა მინოსის კულტურას. მაგრამ ის ხო პაციფისტური იყო, მაგრამ ესენი აგრესიული ტომები არიან, ძალიან მეომარი ხალხი. ხო? და იცვლება სახე ამ ცივილიზაციის. ჯერ კონტინენტს იკავებენ და მე კრეტასაც იპყრობენ. ამათ ეძახიან აქეელებს, ქართულში არის აქაველები, მაგრამ მე ვთვლი, რომ აქეელი უფრო სწორია. ზოგი აქაიას ეძახის, მე მათ ტერიტორიას აქეა არის უფრო სწორი, ასე მგონია ხოლმე, ხო? არ მგონია, რომ ცდებოდა, ხო? ესენი მე კრეტასაც იპყრობენ. მეორენაირად მიკენელებსაც ეძახიან, იმიტომ მიკენია მთავარი ქალაქები ჩდება მათ დროს უკვე. ეს არის ათენი, ეს არის სპარტა, ეს არის არგოსი, ეს არის მიკენი, ხო? იპყრობენ ამ კრეტასაც, კუნძულსაც იპყრობენ, მაგრამ იღებენ მემკვიდრეობას კულტურის. მაგალითად გადმოიღეს მათი დამწერლობა, ეს ხაზოვანი. პირველი თქვით ხაზოვანი A, რომელიც წაუკითხავია. არსებობს ხაზოვანი B, რომელიც წაკითხული. და აშკარად ჩანს, რომ ეს ინდოევროპულია და პროტობერძნული ენა არის. ვინ წაიკითხეს, იცი? წაიკითხეს იმ ბრიტანელებმა, რომლებმაც ომის დროს გაშიფრეს ენიგმას გერმანული დაშიფრული სისტემა. აი იქ წაიკითხეს ეს. ხო. ანუ გამოადგა აი ნიჯერი ხალხო საჭიროა ომის დროსაც და მშვიდობის დროსაც. ხო, მათი წაკითხულია და აშკარად ჩანს, რომ ესენი არიან ინდოევროპელები და პროტობერძნები.
ორი ღმერთიც ფიქსირდება უკვე ბერძნული პანთეონიდან, ეს არის პოსეიდონი და ეს არის აპოლონი. როგორც ჩანს, ყველაზე ძველი ღმერთი, ყველაზე ძველი კულტები ამათმა მოიტანეს. მაგრამ ეს არის სამხედრო, აგრესიული ცივილიზაცია და აქ როგორც კრეტაზე სასახლეები იყო 64-ის მსგავსი, ესეც ციხესიმაგრეებში ცხოვრობენ. გამაგრებულ ქალაქებში, კედლებში შემოვლებული და აქვთ შახტების სამაროვნები, აკლდამები. შახტებში მარხავენ თავიანთ, მეფეებს ეძახიან, ბასილევსი, მაგრამ ახლა მეფეს უფრო არისტოკრატია ეს. სამხედრო არისტოკრატია არის, ხო? და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგოს დაარსეს, მაგრამ ამ ეპოქას ეკუთვნის ტროას ომი. როგორც ჩანს, ეს აქეელები იბრძვიან ახლა იმაშიც ილიადაში მოხსენიებული არიან, ბერძნებს ეძახიან აქეელებს. დანაელებსაც ეძახიან. დანაელები როგორც ჩანს ერთ-ერთი ტომია ამ აქეელების. ამათ დროს ხდება ტროას ომი. ახლა ერთი რამე მინდა დავამატო რა, ახლა ჩვენ საქართველოს ისტორია გადავდებით მოგვიანებით ციკლი, მაგრამ მაინც უნდა ითქვას. აი არის მაგალითად მოცემულობა არის, რომ ტროას ომი დაახლოებით 1200 წელს მოხდა. ანუ მე-12 საუკუნე ძველზე 3200 წლის წინ დაახლოებით. ზოგი აზუსტებს, რომ 1190 წელს დაიწყო, მაგრამ ნუ ერთი და იგივე ამ შემთხვევაში. ტროას იღებენ აქეელები. მაგრამ საინტერესო რა არის, ტროას ომის გმირები არიან არგონავტების შვილები და შვილიშვილები. ანუ ტროას ომამდე მოვიდნენ კოლხეთში. კოლხეთში მოსულები არიან აქეელები. და სად მოდიან ახლა იქ ქალაქი არის აია ხო ზოგი ქუთაისთან აიგივებს ალბათ ქუთაისია მე რომ მკითხოთ ახლა ქუთაისი ერთ-ერთი ძველი ქალაქია მსოფლიოში ეს რახან არგონავტების მითი დაახლოებით 3300 წლის არის ну სადაც მოდიან ისე ამას ადასტურებს სიძველეს ისიც როცა რიონში შემოდიან არგონავტები ფოთი არ არის ფაზისი არ არსებობს ფაზის მერე გვიან 6 საუკუნე ზოგი ამბობს მე-7-ში ხო ძველი წელთაღრიცხვა მილეტელებმა დააარსეს ხო მაგრამ ეს ადასტურებს როგორი ძველია კოლხეთი და ეს ადასტურებს როგორ ძველი არის მე ვფიქრობ რა უქიმერიონის აკროპოლისი რაც არის იქ არის არქეოლოგიური გათხრებით დასაწყები კომპლექსური და იქ ამოვა ძველი ქალაქი ხო სხვათაშორის მამაჩემი იყო ამის აპოლოგეტი ქუთაისის 3500 წლოვანი ემისი, მაგრამ ნუ ახ საბჭოთა კავშირში არ შეიძლებოდა ძველი ყოფილიყო რაღაცა. ხო და ახლა ზოგიერთ ჩვენ მეზობელი ხალხები ისე იძველებენ ისტორიას, ეს არის ფაქტი. ფაქტია ეს. ტროას ომი 32 საუკუნის წინ იყო, არგონავტები იყვნენ სადღაც 33 საუკუნის წინ. და ტროას ომში მონაწილეობდნენ არგონავტები შვილები. შვილები, გმირები, ხო. ამიტომ ნიშნავს, რომ მანამდე ილაში. მანამ ყველა ვარიანტში მანამდე არიან ისა ლაშქრობა. არგონავტების არის ტროას ომამდე და ეს არის აქეელების დროს. ამან გასტანა აქეელების ბატონობამ, ანუ მიკენის ცივილიზაციამ 1450-დან 1100 წლამდე იარსება, როგორც დომინირებული კონტინენტზეც და რეგიონშიც და კუნძულებზეც და კრეტაზეც, მაგრამ აი ეს პერიოდი ყველაფერი გახსოვს, ჩვენ რო ლაპარაკობდით ზღვის ხალხებზე. ეს უკვე ზღვის ხალხების ეპოქა იწყება და ზღვის ხალხების ამოძრავება გამოიწვია დიდმა მიწისძვრებმაც, ხანძრებმაც, მოუსავლიანობამაც, ყველაფერმა, მაგრამ დიდმა შემოსევამ. კერძოდ მე-13-მე-12 საუკუნეების მიჯნაზე ძველი წელთაღრიცხვით სამხრეთ ბალკანეთში მოდის სასტიკი მეომარი ხალხი. ხო, საინტერესო რა არის? აქეელების იარაღები არის ბრინჯაოს. ბრინჯაოსგან კეთილ საკმაოდ ძვირია წარმოებაში. მაგრამ ბრინჯაოს ეპოქა ქვია ამას, მაგრამ მე-13-მე-12 საუკუნის მიჯნაზე აი გრიგალივით შემოდიან ასევე იმ ტერიტორიიდან, საიდანაც დაახლოებით 400 წლით ადრე, 300 წლით ადრე აქეელები მოვიდნენ,
ჩდებიან უკვე დორიელები მოდიან. მეორე დიდი პროტობერძნული ტომი. ესენი არიან ძალიან აგრესიული. და რაც თავარია, ისინი არიან შეიარაღებული უკეთესი რკინით. რკინა უფრო იაფია დასამუშავებლად და უფრო ბევრია. და მოაქვთ დანგრევა, მოთხრა დაქცევა. გახსოვთ ხო ეს ზღვის ხალხები რაც აზიაში ხდება და მე რამზეს მესამე რო გააჩერა ფილისტიმელები, ხო? აი ეს ყველაფერი ერთად არეულია, ამოძრავება. ესენი მოდიან ნაკადებად, ერთი ლაშქრობა კი არ არის. და ისეთ სისასტიკეს სპობენ, ანგრევენ, წვავენ, ჟლეტენ ყველაფერს. ისეთი სისასტიკით მოდიან, რომ აი ჯერ ჩრდილოეთისკენ, ჩრდილოეთიდან რო წამოვიდნენ, ნაწილი მათი დარჩა ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს მაკედონია ქვია და ძველ დროში ანუ მაკედონელებიც დორიელები არიან. ნაწილი იქ დარჩა და ნაწილი კიდე წამოვიდა სამხრეთისკენ და აქეელების ცივილიზაციას გადაუარეს მოთხარეს ძირფარცოს სვიანად. ესე იგი ისეთი გამოძახილი ქონდა, რომ ბევრი ქალაქი აქეელები სამდე ისინი მოვიდოდნენ, ცლიდნენ და მიდიოდნენ. გემებში ჯდებოდნენ, მაგალითად არის ვერსია, რომ თქვათ იონიური დასახლებები მცირე აზიაში, იონიელების თემა ცოტა სხვანაირი არ მე ვისაუბრებთ რა. ბევრი გარბის აი ამ გაქცევის დროს არის როგორც ჩანს აი გაქცეული ზღვის ხალხები გემებით გადავიდნენ მცირე აზიაში და მე იქეთ წავიდნენ და დაანგრიეს ხეთების იმპერია. სხვათა შორის ძველ აღმოსავლეთ წყაროებში მოხსენიებული არის სახელმწიფო აქიავა. აქეელები არის. აი აქიავა არის საბაზისო ტერიტორია, საიდანაც იწყება ზღვის ხალხების შეტევა აზიას. ანუ გაქცეულმა ხალხებმა აზია დაანგრიეს. წარმოიდგინე დორიელები რა იყვნენ. ხო? წამოვიდნენ ეს დორიელები, დააქციეს, მოთხარეს, ყველაფერი მოსპეს, მეურნეობა მოთხარეს და ყველაფერი დაივიწყეს. არაფერი აღარც დამწერლობა ახსოვდა, ნაწილი დარჩა იქ აქეელების, ნაწილი დაიმორჩილეს, მონებად აქციეს. ელაზგები კი გვიან ჩანან, მაგრამ როგორც ჩანს საბოლოოდ მათი გავლენები ახლა ძალიან შემცირ და დორიელები მოვიდნენ იარაღით და რკინით. ცეცხლით და რკინით მოვიდნენ. ეს მოხდა მე-13-მე-12 საუკუნის მიჯნას დიდი ხანი გააგრძელდა და დაახლოებით მე-11 საუკუნიდან მეცნიერები ვეძახით უკვე ბნელ საუკუნეებს. მე-11 მე-8 საუკუნის ჩათვლით. ეს არის 100 წელი დაახლოებით გაგრძელდა ეს სიბნელე. მივიწყება მეურნეობის მონგრევა, მორღვევა, ქალაქების დაქცევა, დაკნინება, ვაჭრობის მოსპობა, კერამიკის წარმოების მივიწყება, ყველაფერი უბედურება დაემართათ რა. ახალი ჯერ არ არის, ძველი განადგურებულია, მაგრამ ამ კატაკლიზმამ გამოიწვია კიდევ სხვა რამე, ყოველთვის ახლა ეს ცნობილი ამბავი დიდმა ომმა, დიდმა კატასტროფებმა მე იცის ახალი შესაძლებლობები და ამ ნანგრევებზე და ნამწვავზე ახალი ამოდის რა. ხა იქ მოხდა შერევა, რა თქმა უნდა, დორიელების და აქეელების და საბოლოო ჯამში აი ამ პერიოდისთვის, რაღაც მე-9-მე-8 საუკუნისთვის ჩვენ უკვე ვიღებთ 4 ტომს. ბერძნების 4 ტომს, რომელიც მე კლასიკურ საბერძნეთში მოდის ახლა ძალიან ამაშიდაც გვანან ჩვენ ბერძნები ახლა ქართველიერი ვართ 3 გვარტომისგან ხო ქართები მეგრელები უпроსორად ჭანები და სვანები ერთი ფუძიდან გამოსული 3 ტომი ვართ, გვარტომი ვართ, ხო და მე ისევე შეერთება მოხდა ბაგრატიონების ეპოქაში, ხო და მანამდე კიდე ფარნავაზის ეპოქაში, ხო. ასე არიან ბერძნებიც. აი ძველ ბერძენს როცა ვახსენებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ 4 ნაწილისგან შედგებიან. ესენი არიან აქეელები, ეოლიელები, დორიელები და იონიელები. მაგრამ პირველი 2 დაიმცრო ძალიან და მერე უკვე შემდეგ აი კლასიკურ საბერძნეთი რასაც ქვია და
საუკუნეები რო გაგრძელდა ხო და ბერძნული ცივილიზაცია საბოლოო სახე რომ მიიღო, ეს მაინც არის დორიელების და იონიელების შექმნილი. ახლა რა სხვაობა არიან სხვაობა იონიელებს და დორიელებს შორის. იონიელები, აი ბერძნული ცივილიზაცია, ფილოსოფია, ხელოვნება, არქიტექტურა შექმნეს იონიელები. იონიელები იყვნენ ათენელები მაგალითად. იონიელები გავრცელდნენ ატიკაში, ანუ ათენში, კუნძულებიაზე, კუნძულებზე და მცირე აზიაში იონიელების სახით, ხო? დორიელები რითი არიან ცნობილი? დიდი არაფერი არ დატოვეს მატერიალური, მაგრამ სამხედრო მანქანა. აი ბერძნების წარმატებები, გამარჯვებები, მერე ექსპანსია. მაკედონელები და ამბები და ალექსანდრე და ეს ყველაფერი და მერე აი რა თემა რაც აგვაქვს ბერძენ-სპარსელთა ომები და პირველი ცივილიზაციური დაპირისპირება, რა თქმა უნდა დორიელებმა გადაწყვეტა. დორიელები ვინ არიან? სპარტელები. სპარტა დორიული. სხვათა შორის საინტერესო ურთიერთობა ჰქონდათ იონიელებს და დორიელებს, ანუ ათენელებს და სპარტელებს. თავარი ქალაქები ეს არის, ხო? იყო მესამე ქალაქიც, ევოლიური, სადაც თებე. თებეზე მერე ვისაუბროთ, იმიტომ რომ თებე ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, არა ისეთი როგორც ათენი და სპარტა არის, ხო? მაგრამ ჰეგემონია ამ ახალ საბერძნეთში არის დორიელების, რა თქმა უნდა. დორიელების ჭკუაზე ეწყობა ყველაფერი, მაგრამ იმ ცივილიზაციას მაინც ითვისებენ ნელა და ამ დროს უკვე იწყება ყველაზე მთავარი საკითხი, რითაც გამოირჩა ბერძნული ცივილიზაცია და აჯობა სხვა ცივილიზაციებს, ესა ქალაქები. იქმნებიან ქალაქი. რახან საბერძნეთი გეოგრაფიულად იყო ძალიან დაშლილი, ბუნებრივი საზღვრები ბევრი იყო, ყურეები, სრუტეები, ქედები, მდინარეები, ხო? ბევრად იყო რა. აი შახმატის დაფასგავდა, ისე იყო დაყოფილი, ხო? როცა ეს ადამიანები დასახლდნენ, ახლა დორიელების, აქეელების ნაწილიც იქ არის, ხო? ასე შემდეგ ბერძნები უკვე დავარქვათ. აი ამ ბნელ საუკუნეებში ყალიბდებიან როგორც ნაცია, როგორც ერი. მე-11 საუკუნიდან ძველი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნემდე, ხო? პატარ-პატარა ჯგუფებად, რამოდენიმე ასეული ოჯახი, შეიძლება 1000 ოჯახიც, ქმნიან რაღაცებს, დასახლებებს, უმეტესწილად ზღვის პირას. თუმცა ძალიან ხშირად ზღვიდანაც მოწყვეტილი, იმიტომ რომ ზღვა სახიფათოა, შეიძლება დაგესხან ზღვით, ხო? როგორ ცხოვრობენ? აი ძალიან გავს ჩვენ აი ზემოსვანურ თემებს. თავისუფლები არიან, მეფე არ აყავთ, ბელადი არ აყავთ, ირჩევენ კიდევ სვანები, ირჩევდნენ საბჭოს კაცს ბერძნულ წყაროებში არის, რომ სენატი ყავთ სვანებს საერთოდ. საერთოდ ეს სვანეთი ჩვენთან ნაკლებად შესწავლილი, ესა გრანდიოზული ამბავი, ჯერ იურისპრუდენცია აქვს ფანტასტიკური სვანური სამართალი, ხო? ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ქართველებს, რა ჯერ საკუთარი თავის შეცნობა ვერ მოახერხეთ, ვინა ვართ არ ვიცით რა. როგორი სიძველის, როგორი სიდიადის, როგორი გამძლეობის და სიმტკიცის ქვეყანა ვართ, ხო? იქნება ქალაქი, ჯერ თემია ეს. თემი როგორ ცხოვრობს? მიწა აქვთ, ამუშავებენ მიწას, მიწაა მთავარი ფასეულობა. თუმცა დასამუშავებელი მიწა ბევრი არ არის საბერძნეთში. ყველაზე მდიდარი იყო სამხრეთ პელოპონესი, სადაც სპარტელები დასახლდნენ, ხო, დორიელები. მიწა აქვთ და თავის თავს ინახავენ, შრომობენ. აი, საინტერესო რა არის, ბერძნებში რატო არ გავრცელდა ავტოკრატია? ერთის მართველობა, ერთი ჭკუაზე რო დადეს, ღმერთის ტოლი და რატო გავრცელდა აღმოსავლეთში? აი ფარაონი, ასურეთის მეფე, იგივე სპარსეთის მეფე, ანუ ერთი ძალიან ღრუბლებშია და ანჩენ ყველა ემორჩილება მის ნებას, ეს ამათან არ იყო, იმიტომ რომ იქ რახან კლიმატი იყო ცუდი, სიცხეები იყო, მდინარეებთან ცხოვრე, იქ ჭირდებოდათ ადამიანების დიდი მასის მობილიზება, რომ საკვები გამოეკვებათ, არხების გაყვანა ჭირდებოდა, დათესვა ჭირდებოდა, ნილოსი რომ მოდიდებოდა, რომ წალეკავდა ყველაფერს, ხო? მერე რომ იმის დათესვას და ამას სახელმწიფო ჭირდებოდა. თან მრავალრიცხოვანი მოსახლეობა იყო, რახან იყო ძალიან მდიდარი მიწები, თქვათ, მესოპოტამიაში, ნილოსის ხეობაში, ამიტომ მოსახლეობის რაოდენობა დიდი იყო. საბერძნეთში არ იყო ბევრი მოსახლეობა. კაცრად ცენტრალიზებული. ამიტომ ცენტრალიზებული ხელისუფლების აუცილებლობა გაჩნდა და იქ ყველა დადუმებული, ანუ
ძალიან პრიმიტიულად ავტოკრატია რა არის. ერთი ლაპარაკობს, ერთი შუას დადეს, უყურე დააჩენს მას არიხებს. აი ესა ტიპიური აზიური ავტოკრატია არის აზიური მოვლენა. ეს ევროპისთვის უჩვეულო იყო, განსაკუთრებით ძველი ევროპისთვის და განსაკუთრებით ბერძნებისთვის. თემი მე ნელ-ნელა გადაიქცა მოქალაქეებად, თავისუფალ მოქალაქეებად. ვინ არის მოქალაქე? მოქალაქე არის ადამიანი, რომელსაც მიწა აქვს. მიწა თუ არა აქვს, ის მოქალაქე არ არის. რაღაცა პატარა ნაწილი და თავის თავს იკვებავს. ამიტომ ამ ადამიანებს მეფის მოთხოვნილება, მონარქიის ან ავტოკრატის მოთხოვნილება არ აქვს. რატომ უნდა დამაჯდეთ თავს? მე ჩემი მოსაზრება მაქვს, ბევრი არა ვართ, ვიკრიბებით. მესაკუთრეა ამავე დროს. მესაკუთრეა საერთო პროვინციაში ვართ, აქედან თავ გვარტყავს, აქედან ზღვა გვარტყავს, რაღაცით ჩაკეტილები ვართ, იმის გადაღმა კიდე ასეთი ჯგუფი და თემია, რომელიც დამოუკიდებლად ვითარდება. არც იმას არ აქვს იმის სურვილი, რომ მეფე ყავდეს, ყველაზე ჭკვიანი ყავდეს, ყველაზე დალაგებული, ყველა მას დაემორ, არა, არავითარ შემთხვევაში. და ტიპიური დასახლებები ჩდება უკვე პირველს ასაც აშენებენ სადღაც შემაღლებულ ადგილზე ან კლდეზე, სასურველი კლდეზე აშენებენ აკროპოლისს. რა არის აკროპოლისი? ესაც ციხესიმაგრე. ამდენი შიშიანობა გამოიარეს, ხო? ჯერ აქელების შემოსევა, მერე დორიელების შემოსევა, ანუ შიშიანობა არის, თავდასხმები არის, ერთმანეთს ეზღმიან თავზე. ხო? ამიტომ პირველი რაც არის, სადღაც შემაღლებულზე უნდა გქონდეს ციხესიმაგრე. სადაც უცებ შევიკრიბ. მანძილები პატარაა. ბერძნები ცხენებს არ იყენებდნენ, ფეხით დადიოდნენ. ან ცურავდნენ გემებით, ან დადიოდნენ ფეხებით. ფეხით, ხო? უცებ შეიკრიბონ, გადარჩნენ და როგორც წესი აქვთ უკვე თავიანთი, რა ქვია, საკულტო ნაგებობები და უკვე ყალიბდება ქალაქად, პოლისი. პოლიტიკა იქიდან მოდის სიტყვა. პირდაპირ რო გადავთარგმნო, პოლიტიკა ნიშნავს სამოქალაქო საქმე, საქალაქო საქმიანობა. ბევრი საქმეა. პირველი ორგანო რა არის? აგორა, ანუ ბაზარი, სადაც იკრიბება, სად იკრიბება ხალხი, ახლა ბაზარი, სადა იქ იკრიბებიან აზრს ცვლიან და ამიტომ შეკრების ადგილი გახდა ეს აგორა და იქ უკვე წვედნენ თავიანთ ბედს. როდის შეიძლება მოიკრიბონ ბაზრობების დროს, ხო? მოდიან და არჩევენ საქმეებს. და არის საუბარი, ხო? არის გადაწყვეტილებების მიღება, ვიღაცებს ირჩევენ უკვე. მოდი ამას დავავალოთ. დემოკრატიის საფუძვლები იწყება აქ. დემოკრატია რა არის? რითი განსხვავდება სხვა სისტემისგან? ორად ორი სვეტი არის დემოკრატიის. ეს არის არჩევითობა და მოკლევადიანობა. სხვა ცივილიზაციებს ეს არ ახასიათებს. ამითი აჯობა მე ჯერ ბერძნებმა აჯობეს სხვებს, მე რომაელებმა გადაიღეს ეს. და მე რომმა მოდო მთელს კონტინენტებს და მე აქედან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. გავლენა ბერძნულ ცივილიზაციას რო აქვს მთელ მსოფლიოში, ჩინეთზეც გავლენა აქვს. ჩინეთს რა ქვია? რესპუბლიკა, ხო? რესპუბლიკა არის ლათინური. დემოკრატიის მემკვიდრეა რა. ჩინეთს ქვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. საერთაშორისო სამართალი არის ამ ბერძნების საფუძველზე აღმოჩენილი არა. ანუ ეს არის ბალავარი დღევანდელი საკაცობრიო ცივილიზაციის. ევროპამ აიღო ეს და ამიტომ გახდა მე უპირატე, ამიტომ აჯობა სხვებს, ხო? სამი ტიპის ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქებში, პოლისებში. პირველი ეს არის მოქალაქე. თავისუფალი მოქალაქე. აუცილებელი პირობა არის მიწა უნდა ქონდეს. მეორე ეს არის თავისუფალი არამოქალაქე. ანუ თავისუფალია, არავის არ ემორჩილება, მაგრამ კენჭისყრებში ვერ იღებს მონად. ესენი უმეტეს წილად არიან ან უცხოელები. და ამგეში მიდიო ვიღაცა გამოქცეული იყო თავისი პოლისიდან გამოიქცა და აქ ჩამოსახლდა, ხო? სხვა ქალაქებიდან ბერძნებს მიესალმებოდნენ. ესენი იყვნენ ან ვაჭრები, ან ხელოსნები, თქვათ, ან კერამიკაზე მუშაობ, კერამიკა ისევ აღორძინდა, ხო? საქმის გამკეთებელი ხარ, წვრილი და საშუალო ბიზნესი. არიან გემჩენებლებიც, ხო?
თავისუფლები არიან, მაგრამ სახელმწიფოს საქმეებში არ მონაწილეობენ. აი ეს მიწაზე ვისაც საკუთრება აქვს ის მონაწილე. და მესამე სოციალური ფენა იყო მონა, უფლება. მონები ვინ არიან? უმეტესწილად ბარბაროსები, უცხოელები. ყიდულობენ ან სამხედრო საქმე. ბერძნებიც არიან მონები. არც უმაგისობა არ არის, მაგრამ მონა მაინც მონა არის, უცხოელი არის, ხო? და საინტერესო რა არის, რომ ამ ბნელი საუკუნეების პერიოდში ეს სოციალური მდგომარეობა გადადიოდა შთამომავლად. მოქალაქე, თავისუფალი მოქალაქე გადადიოდა შვილზე, თავისუფალი არამოქალაქე გადადიოდა შვილზე და მონობაც გადადიოდა შვილზე. რა თქმა უნდა. ანუ მივიღეთ რა სახალხო კრება, აკროპოლისი და აგორა, სადაც იკრიბებიან და ასეთ სახეს ღებულობს ახლა. მაშინ ყალიბდება უკვე რელიგიაც საბოლოო ჯამში. თუმცა საბოლოო სახე ბერძნულმა რელიგიასაც ვერ დავარ, უფრო მითოლოგია არის ეს. რელიგია სხვა რამეა, ხო? მათ ყავთ ახლა ჩვენ თქვით, რომ თავის დროზე, აქეელების დროს ორი ღმერთი გამო, ყველა ძველ ღმერთებად ითვლებიან პოსეიდონი და აპოლონი. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში აი ამ პერიოდში უკვე ღებულობს ეს საერთო სახეს და მათ ყავთ 12 ოლიმპოელი ღმერთი. ოლიმპო არის მთა არის საბერძნეთში ყველაზე მაღალი 3000 მეტრი, 2900 ცოტა მეტი არის სიმაღლეში. ბერძნები თვლიან, რომ იქ ცხოვრობენ ღმერთები. 12 ღმერთი, ეს არის 6 ღმერთი და 6 ქალღმერთი. საინტერესოა. ბალანსი გენდერულია ხო, აბსოლუტურად. ღმერთები ვინ არიან? ახლა ზევსი, პოსეიდონი, არესი, ჰეფესტო, ჰერმესი, აპოლონი. ესენი არიან ღმერთები. ქალღმერთები არის ზევსის მეუღლე არის ჰერა. ქალღმერთები არიან ჰერა, ჰესტია, ათენა, აფროდიტა, დემეტრა და არტემიდა. არტემიდა სხვათა შორის აპოლონის ტყუპის ცალი. მე რომაულში ამას დიანა ქვია. ამ ღმერთებს, რომელსაც მე რომაელები გადაიღებენ, თავის სახელი ზევსი, იუპიტერი ქვია, თქვათ ჰერას იუნონა ქვია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და საინტერესო რა არის, ეს პოლისები თავიანთ ფარველ ღმერთებს ირჩევენ. ყველას თავისი პრიორიტეტული ღმერთი ყავს. ღმერთებს უყურებენ როგორც აი რაღაცა დარგის ფარველებს. ადამიანის მსგავსები, ანუ ადამიანები კი არ არიან მსგავსები ღმერთის, როგორც თქვათ აბრამისტულ იმაში და განსაკუთრებით ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში, არა, პირიქით, ღმერთები გავნან ადამიანებს. ღმერთები არიან შიშრები, მხთალები, ბოროტებიც არიან. მოღალატეები არიან ცოლების, თავიანთ ქალღმერთებს ღალატობენ, ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა, შვილებს აჩენენ, ქალღმერთებიც ადამიანებთანაც აჩენენ შვილებს. ახლა საინტერესოა, თუ ასეთ ღმერთები ყავთ, ეთიკა საიდან? ეთიკას თვითონ ქმნიან ადამიანები. ღმერთებს არ ეკითხებიან. ღმერთებისგან ეთიკას, მორალს, ზნეობას არ სწავლობენ, იმიტომ ბერძნებმა იციან, რომ მათი ღმერთები არიან უზნეოები. მათ არ უნდა დაემსგავსო. ყოველ შემთხვევაში ზნეობრივად არასრულყოფილი. ხო, ნუ არ არის, ხო, ცელქობენ ღმერთები, სისუსტეები აქვთ. ტროას ომში მაგალითად ორად არიან გაყოფილები. ნაწილი ტროელების მხარეზე, მაგალითად აპოლონი და არტემიდა და აფროდიტა არიან ტროელების მხარეზე, აქეთ ათენა და ჰერა არიან აქეელების, დანაელების მხარეზე, ბერძნების მხარეზე, ხო? ზევსი შუაშია, ის არის, მსაჯია. ჩვენ ბავშვობა სუდია რა. ხო და აი იქ ატყვილებენ ამ ზევს რაღაცები, აძინებენ, რომ ერთის მხარეზე იყვნენ ან მეორეს მხარეზე. ნუ მე ალბათ ღირს, რომ ჩვენ ცალკე ჩავწეროთ ბერძნული მითოლოგია. ძვირფასო მეგობრებო, უკეთეს ვერაფერს ვერ წაუკითხავთ ძილის წინ თქვენ ბავშვებს რა. აი უკეთეს ზღაპრებს ვერ მოიგოს. ზღაპართაკრებულია ეს. და საერთო სისტემა, რელიგიური სისტემა არ ქონდა. ყველა ქალაქს თავისი უპირატესი, მაგალითად ათენის მთავარი ქალღმერთი იყო, ქალღმერთი ათენა, სახელიც ქვია. სპარტისაც სხვათა შორის. ათენა იყო ამ ორი წამყვანი ქალაქის
თავარი ღვთაები. არგოში მაგალითად ჰერა იყო. დელფოში მაგალითად აპოლონი იყო. უპირატესობები აქვთ. აი ძველი ბერძენი ახლა მაგალითად ზევსი არის მეხთამტეხელი. წვიმის, მესი რა ქვია, ელვის, ჭექაქუხილის, თავარი არაღი ეს აქვს ზევს. ხო? აი მაგალითად რო წვიმდა, ბერძენი კი არ ამბობდა რომ წვიმს, არა, ზევსი გვაწვიმს. ან გვათოვს, ზევსმა გადაწყვიტა და დაგვათოვა. აი ჭექაქუხილი რო და ქარიშხალი რო არის ზღვაზე, იქ პოსეიდონის მონაწილეობს ზღვის ღმერთი, მაგრამ ამბობენ რომ ზევსი გაბრაზდა. რაღაცაზე ცუდ ხასიათზე. ამიტომ მსხვერპლის შეწირვა იყო ტაძრებში და ძალიან ადამიანური მე ჰერაკლიტე ეფესოელი იტყვის ამას, რომ აი ყველაზე კარგი შეფასება ბერძნული პანთეონის და მითოსის რელიგიასაც ვერ დაარქმევ ამას. ჰერაკლიტემ გააკეთა, როცა თქვა, რომ ღმერთები არიან უკვდავი ადამიანები, ხოლო ადამიანები არიან მოკვდავი ღმერთები. აი ეს არის მე მგონი ყველაზე კარგად რო გაგვიგოს ახლა ადამიანებმა ხო. გარდა ამისა არიან უმცროსი ღმერთები, ეგრეთ წოდებული, ახალი ღმერთი, მაგრამ დიონისე ახალი ღმერთი. ოლიმპოს მკვიდრი ბოლომდე ოლიმპოს ცხოვრობს ეს 12. თუმცა სხვა დათვლებიც აქვთ ბერძნებს, სხვა ვერსიებიც აქვთ, მაგრამ ნუ ეს არის მიღებული. მაგალითად დიონისე ნიშნავს ორჯერ დაბადებულს. რატომ? იმიტომ რომ გამოშუშტა მამამისის ბარძახში, ზევსის ბარძახში, ხო? ახალი ღმერთია, ღვინის, დროსტარების. რაღაცა კავშირი ჩვენებთან აქვს დიონისეს კულტს, ჩვენგან აიღეს, მათ პროტოქართველებისგან აიღეს ესა, ხო? მაგრამ ახლა ამას დავანებოთ მე როცა დაუბრუნდებით, მაგრამ განსაკუთრებით არიან კიდევ მცირე ღმერთები, ნერეიდები, ნიმფები, ოკეანიდები, ზღვის ქალღმერთები, მცირე. დიდი შესაძლებლობები არ აქვს, მაგრამ ნუ ადამიანებზე უფრო ძლიერები არის. გარდა ამისა, მათ ყავთ გმირები. ამ მითოსში, ბერძნული მითოლოგია მარტო ღმერთები არა, გმირები არიან. თეზევსი, პერსევსი, ჰერაკლე. ამაზე იზრდებიან. ამაზე ყალიბდება მათი ფსიქიკა ბავშვობაში ჰერაკლეს გმირობებს უყვებიან, ხო, მაგრამ ისე უბრუნდება იმსა სამოქალაქო ცხოვრება, რასაც ქვია და საზოგადოებრივი ცხოვრება, რასაც ქვია, ეთიკა, მორალი, ზნეობა მათ მიერ არის შემუშავებული. ღმერთებს არ რევენ თავიანთ ქცევებში. ხო საინტერესო რამე. ეს არის გამონაკლისი ბერძნული ცივილიზაცია ამ თვალსაზრისით არის გამონაკლისი ყველასგან. ხო? მათ შორის ჩინური, ინდური, ახლო აღმოსავლური, ეგვიპტური, იქ ღმერთები არის ყველაფერი. და ღმერთებისგან ხელდასმული არიან მეფეები, იმპერატორები, ფარაონები. აქ არა. მათ შორის აბრამისტული რელიგია. ასე, ხო. თუმცა აბრამისტულში ახლა მეფეები იუდაიზმში და არ არის მანდამაინც პოპულარული, დიდხანს დაჭირდათ ახლა საული, დავითი კი პიროვნული ღირსებების გამო, თორე ახლა ებრაელებისთვის მეფე ასე მნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად ახლა წინასწარმეტყველი უფრო მნიშვნელოვანია, ხო? ხო. მაგრამ დანარჩენებისთვის ეს არის ნუ ღმერთის გაგრძელება ადამიანებს შორის და ბერძნებისთვის ეს არ არსებობს. მე არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ, ჩემზე მაღლა ერთი ვერზუს ჩემზე მაღლა ვერ დადგები და შენი აზრი მე არ მაინტერესებს, იმიტომ მე ჩემი აზრი მაქვს. ამიტომ აგორაზე სახალხო კრების დროს მე გამოვალ და მე ჩემ აზრს ვიტყვი. გავა, კენჭისყრები შემოდის, ამაზე და ვისაუბრებთ. გავა, არ გავა, ვემორჩილებ. ხო? მივიღეთ ასეთ საინტერესო ის, მაგრამ განსაკუთრებული პატივით სარგებლობს აპოლონის ტაძარი დელფოში. რატომ? იმიტომ რომ აქ არიან წინასწარმეტყველება ხდება აქ. დელფოს ორაკული. ორაკული ნიშნავს მოლაპარაკეს. პითია ქვია, ეს პითიები არიან ქურუმი ქალები, რომლებიც მიდიხარ შეკითხვით, მომავალზე ეკითხები და პასუხობს, როგორ უნდა მოიქცე და
ძველი სამყაროს ისტორია რო ავიღოთ, აი ყველგან წააწყდებით, პითია, დელფოს ტაძარი, აპოლონის ტაძარი, დიდი შესაწირები მინდისა და მარტო ბერძნები კი არა, სხვა ხალხებიც. მეფე გახსოვს, აი იქ კრეზზე რო იყო საუბარი. რო კითხა პითიას, რომ სპარსელებთან ომი რო დაიწყო, რა გამოვაო და გამოვა ის, რომ დიდ სამეფოს დააქცევა. და თავისთავად პითიამ უწინასწარ მეტყვა. და დიდი გავლენა, ხო, დაეცა მისი სამეფო და არა სპარსელების, ხო? ასეთ პასუხებს გცემდა. მე მოგვიანებით ახლა სალამინის ბრძოლაზე რო იქნება სპარსელები რო შეიჭრებიან, ათენელები შეეკითხებიან მაშინ უბედურება რომ ამაზე ვისაუბრებ. პითიას კითხავენ რა გვეშველებაო, თქვენო ხის კედლები გადაგარჩენთო. და ეს ვერ გაიგეს ვერაფრით, რას იგულისხმება, ზოგს ეგონა პართენონის ხის კედლები და იქ ნაწილი გამაგდავა. მე აღმოჩნდა რომ გემები, ფლოტია თურმე, ხის კედლები. სალამინთან გაიმარჯვეს მაშინ, ხო, გადარჩნენ ბერძნები მაშინ, ხო? აი ასეთ პასუხებს გაძლევს ეს პითია, ძალიან საინტერესო მოვლენაა სხვათაშორ. და დაასტურდება, რომ ეს მართლა საინტერესო ცენტრია. დიდ ძალქონებას წირავდნენ. განსაკუთრებით დელფოს ორაკულთან ურთიერთობები ჰქონდათ სპარტელებს. სპარტელები ყოველ 9 წელიწადში აგზავნიდნენ დელეგაციას და რაღაცებს ეკითხებოდნენ. კუდიან ვარსკვლავი თუ გამოჩნდებოდა მაშინ განსაკუთრებით, ხო? ნუ ამას დავანებოთ ახლა თავი. ესე გავიარეთ ჩვენ ახლა ბნელი საუკუნეები, რომელიც 400 წელი გაგრძელდა მე-11-დან ძველი წელთაღრიცხვის მერვემ და უკვე შევდივართ ეგრეთ წოდებული არქაული. ხო ამას ამ ბნელ საუკუნეებს კიდევ აუცილებლად უნდა ვახსენო, ამას ჰომეროსის ეპოქასაც ეძახიან. და ჰომეროსი ცხოვრობს. ჰომეროსის თემა საერთოდ ცოტა ისეა ჩამოკიდებული. ზოგი თვლის რომ 6 ქალაქი, ზოგი ამბობს 7 ქალაქი იჩემებდა მის სამშობლოობას. როდის იყო, მე-9-ს ბოლოს იყო, მე-8-ს დასაწყისში იყო, ზოგი უფრო გვიან თარიღზე. როდის იყო ჰომეროსი, ხო? ჰომეროსი ახლა როცა იტყვი ჰომეროსის ეპოქა არისო, ცოტა სასაცილოც არის, ახლა პირობითად ბნელი საუკუნეები რო ქვია, ხო? აშკარად კონტრასტულად ჭირს. ხო. და დამაბნეულად. იმისი არ იყოს მუჰამედმა რომ იასრიბელებთან დადო დედაკაცთა ხელშეკრულება, ხო? უცნაური ამბავია, ხო? ხო, შემოვდივართ უკვე ამას ქვია არქაული ეპოქა. ან ძველი არქაიკა ნიშნავს ძველს, ხო? ეს მოიცავს 200 წელს. მე-8 საუკუნიდან მე-6 საუკუნემდე, აი ეს ცალკე თემა არის. ცალკე განსახილველი თემა არის, ეს არის გრანდიოზული წინსვლა. ეს არის აი რაკეტასავით წავიდნენ ბერძნები წინ. ახლა ბევრი მეცნიერი ადარებს, რომ სოფლიოში იყო ასეთი ეპოქა, ასეთი სწრაფის და აიგივებენ აი ბრიტანეთში მე-18-19 საუკუნის ტექნოლოგიურ რეფორმებს. ესე ყველაფერში პროგრესი აქვს. დაიწყეს სასაული პროგრესი, კონკურენცია არის მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა. აღდგა ისევ კერამიკის წარმოება, ხო? ამას ეძახიან კიდევ ჰოპლიტების რევოლუციას. ჰოპლიტი რა არის? ეს მოქალაქეები, ვინც არიან თავისუფალი მოქალაქეები. ამ დროს უკვე გადაიქცნენ მეომრებად. ჰოპლონ ბერძნულად ნიშნავს ფარს. ძველი ბერძენი მეომრისთვის მთავარი იარაღი იყო ფარე. არც ხმალი იყო და არც ჩუბი. ფარია მთავარი იარაღი. ჰოპლიტი არის ფაროსანი, ანუ მძიმედ შეჭურვილი მოქალაქე, რომელიც ვარჯიშობს, იცის ომი და როცა ომიანობა და შიშიანობა, ეს თავისუფალი მოქალაქე, ანუ პირველი კატეგორია, მოვალე არის, უნდა გავიდეს ომში. ანუ უფლებებთან ერთად პასუხებს გემოვებით არის დატვირთული. აბა ბოდიში რა, სახალხო კრებაში პანგურს ამოგარტყამენ რა. ხო? ამიტომ ესენი არის ჰოპლიტების რევოლუცია, ანუ ყველა მოქალაქე ფაქტობრივად გახდა პროფესიონალური მეომარი. ამ პოლისებში. ამ პოლისებს ერთმანეთთან ბრძოლები აქვს. შემოიღეს ახალი საომარი სისტემა, ეს არის ფალანგა, როცა ერთად დგებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ აი შუბლი შუბლზე მედიან. მაგალითად სირცხვილად ითვლება
სასროლი არაღის გამოყენება, მშვილდის, შურდულის ეს სიცხვილე იყო. თუ მაგარი ხარ, მიდი და მოერია. და ამ პოლისებს შორის მიდის ბრძოლები და დებენ და ომთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ჩვენთვის თანამედროვეებისთვის და რავი ნორმალური ადამიანისთვის, ნორმალური მდგომარეობა ადამიანს ითვლება რომ მშვიდობაა, ხო? ბერძნებისთვის არა. ბერძნებისთვის ომი იყო ნორმალური მდგომარეობა, მშვიდობა იყო დროებით. ამიტომ როცა ერთმანეთს ებრძვიან, ერიდებიან რომ ბოლომდე ამოწყვიტონ ერთმანეთი რა. ხო? აი როცა დიდი დანა აი მაგალითად სპარტას და არგოს ქონდა სულ ესეთი მტრობა რა. ხო? ერთმანეთთან ბრძოლის დროს ებრძვიან ერთმანეთს რა და არგოსი მარცხდებოდა ხშირად, მაგრამ მერე კი არ იღებდა სპარტა არგოს და ანგრევდა არა. ხელშეკრულება იყო წამგებიანი და 20 როგორც წესი 30 წლით დებდნენ ხელშეკრულებას, რომ ახალი თაობა გაზრდილებდა. რო არ ამოწყვეტილიყვნენ მოქალაქეები. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები ქონდათ, ომები ქონდათ, მაგრამ დიდი მსხვერპლი ამოწყვეტა აი ის რაც იყო დორიელების შემდეგ, დორიელების დროს ის აღარ იყო რა. ამიტომ ვითარდება ესა, ხო? შემოვიდა ადგენ და გადმოიღეს პირდაპირ ფინიკიელებისგან დამწერლობა. საჭიროება გაუჩნდათ უკვე და დამწერლობა გაჩნდა აუცილებლობა დაწერილი კანონების. ეს დათქმული, მოდი ასე იყოს, იმან ასე თქვა, აი ჩვენმა პირველმა დამაარსებელმა ასე და იცვლება ვიღაცა რაღაცას, ზეპირში ყველა რაღაცას ამატებს. ამიტომ გაჩნდა აუცილებელი და დაწერილი კანონების და ამისთვის სჭირდებოდა თანბანი. ახალი კი არ მოუფიქრებიათ, ფინიკიელებისგან გადმოიღეს. ფინიკიელებს უკვე დამუშავებული აქვთ ეს თემა, ხო? დიდი სავაჭრო ერი იყო, ხო? დაიწყეს კოლონიზაცია. კოლონიზაცია რას ნიშნავს? კოლონიზაცია ნიშნავს აი ქალაქში, ხო? მოსახლეობა იზრდება, მიწის ნაკვეთები არ იზრდება. მათი შემცირება არ შეიძლება. მაგრამ ოჯახში თქვა ყავთ 3 ბიჭი. ქონება გადადის უფროსს, ეს მეორე, მესამე ის ერჩება. ამიტომ სახელმწიფო პოლისი, სახალხო კრება, გარკვეულ პერიოდში, როცა მეტია უკვე მოსახლეობა, იკრიბება, ეხმარება ამათ გემებით, სურსათსანოვაგით, იარაღით, ესენი ჟდებიან და მიდიან სხვაგან. სხვა ქვეყნებში, სხვა კუნძულებზე, დასაკარგავში მიდიან. და იქ არსებენ ახალ ქალაქებს. ხანდახან მიყავთ ქალებიც, გოგოებიც, მაგრამ როგორც წესი მიდიან კაცები, ბიჭები მიდიან, ახალგაზრდა. ქალები ნაკლებად. რატომ? იმიტომ რომ იქ რო ჩავლენ, ვიღაცა ხალხს უკვე დაამარცხებენ ბარბაროსებს. უკვე დაამარცხებენ და იქაურ ქალებს შეერთავენ. და გააბერძნებენ და შვილები ბერძნებად გაიზრდებიან. და საინტერესო რა არის ესე რომ მიდიან, მეტროპოლიას აღარ ემორჩილებიან. ამათ აქვთ უფლება რომ დამოუკიდებელი პოლისი ქონდათ. აღარ შუაში აღარა პოლიტიკურად მობმულია. ანუ ეს ბერძნული ქალაქები ათენამდე, ათენი მერე მოგვიანებით ამაზე ვისაუბრეთ, ათენის გამოკლებით იმპერიებს არ ქმნიდნენ. წავიდა, კორინთოდან გავიდა, თქვა 30 გემით, ახალგაზრდა წავიდა, ხო, რაღაც დაარსეს. იქ დორიელები უფრო მეტად აქტიურობენ იონიელები. აი მაგალითად ჩვენთან იონიური კოლონიები იყო. იონიელები ცხოვრობდნენ როგორც ატიკაში და ებეაზე და კუნძულებზე, ასევე მცირე აზიაში. მცირე აზიაში იყო დიდი იონიური ქალაქი მილეტი. მილეტიდან არის ფოთი, ფაზის, მილეტელების დაარსებული. ხო? და დაწყებული შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებიდან ამთავრებული ჰერაკლეს სვეტებით, ანუ მელკარტის სვეტებით და ბერძნული ქალაქები. სიცილიაში, სამხრეთ იტალიაში იმდენი ქალაქი დააარსეს, რომ მერე იმას დიდ საბერძნეთს ეძახოდნენ. ანუ ის ითვლებოდა დიდ აი ნეაპოლი, სირაკუზი, ტარენტი, რეგიუმი, რა ვიცი, ვალელია, მარსელი, ეს ბერძნული მასილია იყო, ბერძნული კოლონიებია სულ. თუმცა ამ საქმეში ძალიან სერიოზულ კონკურენციას წააწყდნენ ვისთან? ფინიკიელებთან. ფინიკიელები ეს არის სემიტური მოდღმის ხალხი, ცხოვრობენ აზიაში, 4 დიდი ქალაქია: სიდონი, ტიროსი, არადი და მე-4 ბიბლოსი.
აქედან არიან ახლა ყოველთვის ფინიკიელები ხმელეთზე ვერ გამიტანენ, უფრო ძლიერი ხალხები ცხოვრობდნენ, ხმე ასურელები, ეგვიპტელები, ამიტომ ზღვაოსნობას იმთა უფრო ადრე, რამოდენიმე საუკუნით ადრე დაიწყეს. ამიტომ დიდი კოლონიები აქვთ ამათ, მაგალითად კართაგენი, ტუნისი, თქვათ ხო, გადისი, მალაგა, რა ვიცი, ესენ სულ ფინიკიური ქალაქებია. მაგრამ ისე მოხდა, რომ კონკურენცია ჰქონდათ და ეს ხმელთაშუა ზღვა ფაქტიურად ორად გაიყვეს. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა ფინიკიელების იყო და დასავლეთის ბერძნების, თუმცა გამონაკლისი, მაგალითად კვიპროს გაყვეს შუაში. ნახევარი ბერძნების იყო, ნახევარი ფინიკიელების. ხო? ხოლო დაიწყეს ეს ისა და კოლონიზაციას აკეთებდნენ ახლა ამას და მაგრამ ამავე დროს ამ თავისუფალ ქალაქებში ცდელობები ერთ ძველი არისტოკრატიების, რომ ამ კანონმდებლობებს, ამ დაწერილ კანონმდებლობებს თავზე მოაჩნდნენ და იქმნებიან ტირანიები. ახლა ტირანია ჩვენთან ითვლება, რომ ეს არის რაღაც მანიაკი და არა. ტირანი არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს სათავეში მოდის არალეგიტიმურად, უმეტესწილად სამხედრო ძალით, როგორც წესი მდიდარი ხალხი არა, იქ ირავებენ ხოლმე, ესენ კანონებს კი არ აუქმებენ, მიღებულ კანონებს. თქვათ, არამედ კანონზე მაღლა დგანან, ეგ არის ტირანი. ხშირად ესენ განათლებული ხალხი არიან, ხშირად ესენ ძალიან სერიოზულ რეფორმებს ატარებენ. ამიტომ ტირანია გავრცელდა, მაგრამ თვითონ სოციალური დაჯგუფება თითქმის ყველა ქალაქში ჩამოყალიბდა ორი: არისტოკრატები და დემოსი. დემოსი არის ხალხი. აი ის მოქალაქეები. ხა რო გითხრათ ერთმანეთი უყვარდათ არ იყო, მაგრამ არც ისეთი მტრობა არ ქონდათ ამ ეპოქაში, რომ ჯერჯერობით, მე გვიან ძალიან გამწვავდება მათ შორის ურთიერთობა, ხო? აი ტირანები როგორც წესი არისტოკრატიიდან იყო ვიღაცა უფრო მაგარი აღმოჩნდა, უფრო ხელმარჯვე აღმოჩნდა, უფრო აზრიანი და დააჯდა ყველას თავზე, ხო, მაგრამ ტირანებს ხალხის კი არ ეშინოდა დემოსი. დემოსისთვის ბევრ რაღაცებს აკეთებდნენ. ვაჭრობა, ტაძრებს აშენებდნენ, მას პორტებს აშენებდნენ, ასე შემდეგ, თეატრი მაგალითად, მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა პისისტრატეს დროს დაარსდა, ხელოვნებას ფარველობენ. ტირანებს უფრო დემოსზე უფრო მეტად თავისი არისტოკრატიის ეშინიათ, რომ იქიდან ვიღაცა მეორე არ გამოძრეს და არ წამართვას ხელისუფლება. მაგრამ ჩვენ საბოლოო ჯამში ამ არქაული ეპოქის იმიდან მივიღეთ აი ჩონჩხიკია უკვე კორპუსის სხეული ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების, რასაც ქვია პოლისები, ბევრი, არავინ არ იცის რამდენი იყო, ზოგი ამბობს რომ 80 იყო. ზოგი ამბობს რომ კლასიკურის დროს უკვე 300 ქალაქ-სახელმწიფო იყო. თუმცა ბევრი მეტროპოლიებზე იყო მიბმული მაინც, ხო. ამ დროს ძალიან საინტერესო ამბავი ხდება. ამ დროს ჩდება უკვე ოლიმპიადა. 776 წელს ძველი წელთაღრიცხვით თუ არ ვცდები, ტარდება პირველი ოლიმპიადა 393 წლამდე ახალი წელთაღრიცხვით. ჩატარდა სულ ამ პერიოდში ჩატარდა 292 ჯერ. 393 წელს იმპერატორმა თეოდოსიმ გააუქმა უკვე ქრისტიანმა მეფემ, გვიან. ბერძნებს ჰქონდათ ასეთი ცნება რა, აგონა ნიშნავს ვარჯიშს. ბერძენს უვარჯიშობს, სულ ფორმაშია. ხოპლიტების რევოლუცია ხო მოხდა, ხოპლიტი თუ ხარ ფიზიკურად მაგარი უნდა იყო რა. ძიმე იარაღიც უნდა ათრიო, ფარიც უნდა ათრიო, მუზარადიც, აბჯარიც და ყველაფერი რა. ფიზიკურად მომზადდა და ვარჯიშის ხოთაშორის ეს მიკენიდან გადმოყოლილი, უпроსტად კრეტიდან აი ხო გითხართ იქ ბარელიეფებია, სულ ვარჯიშობენ. ანუ სხეულის ვარჯიშის კულტი ჰქონდათ ბერძნებს რა. ხელოვნებაშიც გადაიტანეს ეს, ხო? აგონა ნიშნავს შეჯიბრს. და გარკვეულ პერიოდულობით ესენი იკრიბებიან ამა თუ იმ ტაძართან. ანუ ეჯიბრებიან ერთმანეთს პანელინური, ანუ საერთო ელინური. ელინებს უკვე თავის თავს ეძახიან. 4-ვე ტომი, ეოლიელებიც, აქეელებიც, დორიელებიც და იონიელებიც ერთი ენის ქვეშ არიან
ერთი სახელმწიფო არ შეუქმნიათ, არც არასდროს არ შექმნიან, მაგრამ ერთიერი ვართ ჩვენ. საერთო ღმერთები გვყავს, ყველაფერი ერთი კულტურა გვაქვს და ერთი ენა გვაქვს. თუმცა დიალექტები არის იონიური და დორიული განსაკუთრებით, მაგრამ ერთიერი ვართ. ეროვნული ერთობის შეგრძნება მათ ჰქონდათ. სახელმწიფოებრივი ერთობის არა. და ეს აგონა ვარჯიში არის 4 ადგილზე იმართება ასე. ჩვენ ვიცით პირველი ვიცით ოლიმპიადა. გაგვიგია ხო? ოლიმპია იყო ქალაქი ელიდაში, ელიდის პროვინციაში, პელოპონესის დასავლეთ ნაწილში, სადაც ძველი ტაძარი იდგა ქალღმერთი გიასი, თუ არ ვცდები, ვერძევსისაც დაიდგა, იქ იკრიბებიან. და ეჯიბრებიან ერთმანეთს. კიდე იყო 3. ეს იყო ისთმოსი, ეს იყო ნემეის თამაშები და ეს იყო კიდე პითიას თამაშები. აი აპოლონის ტაძარში. ისთმოსი იყო არგოსში. ხო. არა ნემე იყო არგოსში და ისთმოსი იყო კორინთოს ტერიტორიაზე. ხო რა. აქ თამაშობენ ეჯიბრებიან ერთმანეთს. უმეტესწილად ეს მაინც სამხედრო ვარჯიშები არის, სამხედროს ფორმაში იყო და ინგრეოდა ყველაფერი, ისეთი ამბავი ხდებოდა ოლიმპიადის დროს, ომები ჩერდებოდა, ყველაფერი ჩერდებოდა. ადამიანის გაბრაზება არ შეიძლებოდა. ხა ისენიც იმართებოდა ეს დანარჩენისა, მაინც ოლიმპიადა იყო მთავარი რა, ხა. პირველი შეჯიბრი რა ქონდათ, ხა, პირველი შეჯიბრი იყო, ეს იყო სირბილი, ოღონდ ორინაირი. ერთი იყო სტადიონი, აქედან მოდის. სტადიონი იყო დაახლოებით 200 მეტრი, სხვადასხვა ისეო. 192, 177, ბაბილონური და რაღაცება, დაახლოებით 200 მეტრი იყო სტადიონი. ერთი იყო სპრინტი, შეჯიბრი. მეორე იყო ორმაგი სტადიონი, ანუ 200 მეტრზე სირბილი. იყო კიდე ხანგრძლივი 7 სტადიონის სირბილი. კიდე იყო იარაღით შეჯიბრი სირბილში. 2 სტადიონი, ფარი, სრული აღჭურვი, ხო, ჰოპლიტი. ხო? ეს არის შეჯიბრება არის, მერე გარდა ამისა კრივია, თავპირს ალეწავენ ერთმანეთს. დასისხლიანებული. არის კიდე პანკრატიონი გვახსოვს ჩვენთანაც იმართებოდა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე. ხო? პანკრატიონი ნიშნავს სრული ძალით, ანუ ყველაფერს იყენებენ აბსოლუტურად. ხელი, ფეხი, ჭიდაობა, თაური, ყველაფერი, ხო? იყო მეოთხე იყო ჭიდაობა, რა თქმა უნდა. კიდე ჰქონდათ 5 ჭიდი. ხო? პენტალტონი ერქვა ამას. ეს იყო სირბილი, ჭიდაობა, ბადროს ტყორცნა, შუბის ტყორცნა და ხტომა სიგრძეში. ახლა ბადროს ტყორცნა ძალიან საინტერესო სპორტია, ხო? ვერავინ ვერ გეუბნობს, რატო ისვრიან ამ ბრტყელ დისკოს, ხო? რა დანიშნულა საომარი ომის დროს რა დანიშნულა? ეს არ არის ქვის სროლა, ეს არის ბადროს ტყორცნა. ბადრო როგორც ვარაუდებენ, ბოლომდე დადასტურებული არ არის, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, ამ ბადროზე, ამ დისკზე იწერებოდა შეთანხმებები და როცა ქალაქი ან ალყაში ყავდა ტრის, ამ ბანაკთან არ უნდათ ახლოს მისვლა, ამაზე წერდნენ და ისროდნენ იქა. იქიდან ხო მესიჯი შეტყობინე. ხო. ბადრო იყო მესიჯი. ხო, და ყველაზე პრესტიჟული იყო ეტლები. ეტლები იყო, ინგრეოდა მთელი საბერძნეთი. ცხენებით სხვადასხვანაირი იყო, თქვა, კვადრირემები 4 ცხენით, 2 ცხენი. და ეს იყო ერთადერთი სპორტი, სადაც ქალები მონაწილეობდნენ. ქალი შეიძლება ყოფილიყო მეეტლე. მაგრამ პრის მეტრე კი არ იღებდა, იღებდა ცხენების პატრონი. ვისი? ეს დიდარი ხალხის. ახლა აი ამ ქალაქების მიხედვით რო გადა, აი ვინსად იყო მაგარი. აი სირბილი, ხუჭიდი, ამბები ისინი სპარტელები, გამძლეობა, რაღაც ეს იარაღიც. აი კრივი, ჭიდაობა, ეს იყო თებელები, ბეოტიელები ყველაზე ძლიერები, სპარტელებს კი ერიდებოდნენ. მერე მოგვიანებით ვისაუბრეთ, 400 წელი სპარტა არ დამარცხებულა არც ერთ ბრძოლაში, ამათმა დაამარცხეს. თებელებმა, მერე ბეოტიელები.
ათენელები სამაგეროდ დიდარი ხალხი იყო, ეტლების უმაგათი იყო. ხო, და ასე იყოფოდა რა, და იყო გრიალი, იყო დროსტარება, იყო ერთმანეთთან შეხვედრები, ქორწინებებიც იგეგმებოდა, კავშირები იდებოდა, სავაჭრო ხელშეკრულებები ამ 4 იმაზე. ანუ ეს იყო შეჯიბრის ხალხი, ბერძნები. შეჯიბრის, განსხვავებული აზრის, დაწერილი კანონების, კონკურენციის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე მივადექით ახლა ჩვენ უკვე კონკრეტულად უნდა გადავიდეთ, ეს საერთოდ ახასიათება იყო, შევეცადე რაც შემეძლო. ახლა აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ჩვენ ორ დიდ ქალაქზე, კერძოდ ათენზე და სპარტასზე. და გადავიდეთ სპარტასზე. ამ ძალიან საინტერესო შესავალი დავარქვათ, მაგრამ მთელი ეპოქა მოიცვა და ეპოქები. შემდეგ საბერძნეთის ჩამოყალიბებასა და დაარსებაზე გარკვეული წარმოდგენა შევიქმნით, თუმცა წინ გველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაცემა, რომელიც უკავშირდება უკვე ორი დიდი ქალაქის. და ეს ქალაქებია სპარტა და ათენი. და ათენი. სპარტასა და ათენზე ვისაუბრებთ ცალკე გადაცემაში და ამ გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ დროების YouTube გვერდი. ცხადია იმისთვის, რომ ამ გადაცემის ყურების შესაძლებლობა გქონდეთ მუდმივად, მოიწონოთ, გააზიაროთ იმისთვის, რომ ამ ცოდნის ხელმისაწვდომობა გავზარდოთ ქართულ ენოვან მსმენელსა და მაყურებელში.